მოგესალმებით მეგობრებო. ახლა მივდივართ კახეთის მიმართულებით. დღეს გვექნება ნადირობა კაცებელზე. კაცების გამოშვება უნდა მოვაწყოთ. და შემდეგ გავუშვათ ენდემური სახეობა გნოლი. გრემის ახლობლად. დღეს ვარ წამოსულები მე, გიორგი. სალამი ყველას. ბაჩო. უკან მოკვება კლუბი მონადირის კიდევ ერთი მანქანა, ლაშა მაისურაძე. ჩვენი მეგობარი ვახო აფციაური. წინ მიდის პატივცემული კვერნაძე. მოკლედ ლეგიონი, იბერია, მონადირე კლუბები მეგობრებთან ერთად. ადგილზე ხდება და მიმასპინძლებს ჩვენი ძმა და მეგობარი გოგიტა ეჟიშვილი. კარგი მონადირე, კარგი ადამიანი, რომელმაც ორგანიზება გაუწია გნოლების ამბავს და ასევე ჩვენთან ერთად იქნება მონადირეთა და მეთევზეთა და ფედერაციის თავმჯდომარე ბატონი თემურ თხემალაძე. მნიშვნელოვანი და ვფიქრობ მონადირეებისთვის განსაკუთრებული დღე არის დღეს, რადგან დილას გვაქვს კაცებელზე ნადირობა და შემდეგ ველურ ბუნებაში უნდა გავუშვათ მშვიდობიანი ფრინველი გნოლი. 150 ფთაარით ვარ ვწდები. გიო, მოლოდინები როგორი გაქვს? მოლოდინები დღეს დიდი არის. უნდა ამოვიღოთ ბუნებიდან კაცებელები. ნახოთ. იმედია შედეგიანი ნადირობა შედგება. შედეგიანი დღე გამოვა იქიდან გამომდინარე, რომ უნდა გავუშვათ გნოლი. უკვე ჩავთვალოთ, რომ დღე შედეგიანი იქნება, მაგრამ წარმატებული იქნება თუ კაცებელსაც ამოვიღებთ. და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ტრიოდან რომელიმე მოვინადირებთ დღეს პატივცემულ ტურიკოს. წარმატებები. ბაჩო, შენ მოლოდინები გაქვს? როგორც სიტყვია, თავარია ბუნებასთან ურთიერთობა. აი. როგორიც არ უნდა იყოს. მართალი ხარ. ასევე აგერ ვაჟბატონი გამოდის ახლა და იჩხუბებს. საქართველოს დროშა გადაგიდებული მარჯვენა მხარზე და მარცხენა მხარზე ამერიკის დროშა. და აქვს ბრძოლა რუს მებრძოლთან. სახელდაგვარი ვერ დავიმახსოვრე. პიტრთან თუ პოტრთან რაღაცასთან რა. მაჯრაჯუნასთან. პიტერპენთან. ხო, აბა წარმატებები ჩვენ, წარმატებები მერობს და საქართველოს გაუმარჯოს. ჩავალთ უკვე მალე გრემში და დაიწყება იქ უკვე ფაციფუცი. ასევე გვიმასპინძლებენ კახელები. მეორე გაყოფილება იქნება უკვე კახური სუფრა და ვფიქრობ, რომ კარგი დღე იქნება დღეს და ყველანაირი წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ დღემ სასიამოვნოდ ჩაიაროს. იმედია ბატონი მერაბი მოიგებს და პალეში პორტაგე. დილის 9 საათია. წარმატებები მერაბი. აბა შეიძლება. შენი კიდე ეს ფერები ახლა ბევრი არ არის. როგორ არის ხო ჩვენ? ქართობი არის. ტერიტორია დიდია. არაუშავსა განააწყვეტ, კარგი იქნება, რა. ადგილობრივი გნოლებიც არიან. ადგილობრივი ფერები. ჩამოვა, მაგრამ მაშინ თავისით მოვიდა. არა, გნოლი ჩამოვა. იქნება უმეტესად ვაკეში დაბლა ჩამოვა, იქაც. მაგრამ მაშინ უნდა დავიცვათ ეს კიდე ტერიტორიები, სადაც არის, რომ იქ არ იყოს, ვთქვათ, ჟუჟვა, მაგათი და რაღაცა შევინახოთ, რადგან არ გაჩერდეს. ვაკე ადგილი, იმან ბაღია, ვიცია, ის კი არ ვიცით, არა? იმან იცის, რომ საკვები სადა აქვს და სადა არის მისი არეალი. მაგის პრობლემა არ არის, რა. თუ გინდა ეს ადგილები საქმე.
ჩინს ნასროლს მივამსგავსე. ოჰო, ტურა იყო? ясно. Ясно. Кайлышко. სახლები დაატრიალა ბიჭო, თქვენსკენ მოდიოდა და ეხა აქეთ არიან. რაღაც საინტერესო ხდება. ჭალა რო ნახე დღეს თქვენ ევროპაში ვეღარ ნახავთ, ვერსად ვეღარ ნახავთ ეგეთ ჭალას. ხდება აღდგენები, ხელოვნურად აღდგენები ხდება, წარმოგიდგენია, შეისყიდეს კერძო პირებიდან საფრანგეთში, იტალიაში და კიდე ბევრ ქვეყანაში გამოისყიდეს ჭალები და სახელმწიფო აღადგინა იმ ხელმძღვანელობა და ჩვენ კიდე ესე უდიერად ვეპყრობით ყველაფერს. დაიწყო ეს პროცესი და მინდა რომ ყველანი დაუდგეთ ერთმანეთს, დიდი და პატარა. ყველა ერი და ბერი სულ ყველა. ეხლა აქ არიან გარემოს დაცვის ბიჭები არიან და მიხარია რო არიან. მიიტანენ სიტყვას იქ სადაც უნდა მიიყვანო, გაფრთხილებულია ყველა, სულ ყველა. გუბერნატორსაც ვესაუბრე. ამას უნდა დიდი პიარი. პიარი ჩვენ საქონელს კი არ ვყიდით. ჩვენ პირიქით. ამით დამცველები, ბუნების დამცველები მოხვალთ და ვიყენებთ ჩვენ გვერდში. თოფის სროლა ყველას რო თოფი დღეს არ შეიძლება ესე რა კონდეს რომ შეინახოს, მაგრამ ამას მოუაროს. მთელი მსოფლიო არის გადასული ხელოვნურ მოშენებაზე, იმიტომ რომ აღარ ყოფნის ადამიანებს სურვილი უჩნდებას, შესაძლებლობები აქვს და ყველა ისვრის და ამიტომ ნახეთ რა ხდება ევროპაში, ამერიკაში. გალიებიდან უშუალოდ ხოხები და ესვრიან. ჩვენ მაგისი არ გჭირს, მაგრამ თუ არ მოვაშენეთ, აღარც ტყეში იქნება, არსად არ იქნება. ეს პროცესი უნდა განვავითაროთ ჩვენ. გადავიდეთ ფრინველებიდან ცხოველებზე. შველი, ირემი თუ რაც არის, ამასაც უნდა ჩაუდგე და ჩვენს გარეში არაფერი არ გამოვა. ეს არის საზოგადოების საქმე. ყველა ადამიანს თოფიან კაცს ვერ დაუყენებს, შენ არის სროლო. ის უნდა გახდეს თავის შველი პირველ რიგში, მოწესრიგდეს, განათლება უნდა ქონდეს, კულტურა უნდა ქონდეს, იცოდეს წესი ნადირობის, როდის, რა დროს და როგორ ხდება ყველაფერი. დაიცვას წესები და სახელმწიფო უნდა გვაკონტროლოს, აკონტროლოს, ხელი შეუწყოს. მე მაგალითად მივცემდი ამას სუბსიდირებას და ეს სუბსიდირება არის, რასაც ვაკეთებ ჩვენ, იმიტომ რომ ეს არის საჩუქრად, ეს ფრინველები, გნოლი, კაკაბი, ხოხობი. წარმოგიდგენიათ რა და 25000 მეტია გაშვებული უკვე ბუნებაში, 25000. ჩვენ გვყავს აქ წარმომადგენელი საჩხერიდან ილია სადახარ. მოდი. გიორგი. აი ეს მოდი ილია, მოდი. აი ეს კაცი არის. მამაო, ეს კაცი გახლავთ, აქაური კაცი ლაგოდეხელი არის, რომელიც განვამწესეთ საჩხერეში ამ საშენში, ეს ულის იქ სულ ყველაფერს. აი ეს გასცემს იქიდან ამის ხელით წამოვიდა იქიდან ფრინველი და გვიდგას გვერდში. და მე მინდა მის ოჯახსაც, მამამისიც ორნიტოლოგი არის და პროფესიონალი კაცი არის. ამასაც სახში ყავს იმდენი ფრინველი ვერ წარმოიდგენთ ესენი. გვიდგას გვერდში. და რა ვიცი, პირს არ შევიწყოთ თქვენთან და
ამას უნდა მივხედოთ ერთობით უყოლას. მე მინდა დიდი მადლობა მინდა უთხრა კლუბებს, ჩვენ ბიჭებს, ვინც აქ არიან. ეს არის მხარში დგომა, ეს არ არის თოფისროლა კიდენ ჩვენ სანადიროთ ჩამოვთ დაწევლებზე. ვინადიროთ, ჟინს მოვიკლავთ და მოვუაროთ ამას. გამოვიდნენ და ტაში. გამოვიდნენ და ტაში. ბრავო! რა მაგარია. კი, მაგრა წავიდნენ. აუ, ძალიან მაგარია. მაგარია. აი ეს მალადეთ. ვიტო, შეხედი. არა გაიხარეს უკურე. არა, მიბედნიერი გამავშენო. ტაში და სიყვარული მივაყოლოთ. ძალიან ჯანმრთელი და კარგი გნოლები. ხედავ სად გავიდნენ, სად გავიდნენ. დავინახეთ. ძალიან კარგია. ეს არის ღვთისნება გენაცვალ, ეს არის მამაოსხელი, ეს არის ლოცვა და სიკეთე და ჯანმრთელად გვიყოფოს მთელი საქართველო, მთელი მიწა-წყალი, ახალგაზრდობა უფალმა და ესეთი მადლი გაგვეკეთებინოს ბევრი და ბევრი და ბევრი. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მადლობა ამ ქველმოქმედებისთვის, ხალხო, რა თქვენ გააკეთეთ. მართლაც არ არსებობს ამაზე დიდი ღირსება, პატივისცემა და მართლაც ქველმოქმედება დღეს რა თქვენ გააკეთეთ და მოიყვანეთ აღსრულებაში. უღბესი მადლობა, რომ აი ამ წმინდა ისტორიულ ადგილას კიდე ამ ხელას სილამაზე დაგვანახეთ და დაანახეთ სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. აბა ერთხელ კიდე ტაშით მივესალმეთ. ტაში. ამ ქველმოქმედებს, ამ საქმის ორგანიზატორებს კიდე ერთხელ გადავუხადოთ მადლობა. დიდი მადლობა, ხალხო, გაიხარეთ.